სენტა პეტროლიუმი ქართულ ბაზარზე 4 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ბიზნესი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონოდ ჩამოართვეს. ბაზარზე კვლავ დაბრუნებას კი დაფუძნებლების სამართლიანობის აღდგენად აფასებენ. სენტა პეტროლიუმის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონში გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და ეკონომიკის ექსპერტები დაესწრნენ. ჩვენ პირველ რიგში დავბრუნდით საბითუმო ბაზარზე, შემოვიტანეთ დიზელის საწვავი, იმპორტი გავუკეთეთ დიზელის საწვავს და ამის გარდა საწალო ბაზარზეც ორი ავტოგასამართი სადგურით შემოვედით. ეს არის ქალაქ ბათუმში და ქუთაისში. სენტას დაბრუნება ბაზარზე შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უზრუნველყო კონკურენტულიანი გარემოს შექმნა და ალბათ მე ამაყი და გახარებული ვიყავი, როდესაც დარბაზში ვიჯექი და ეს შეფასება მოვისმინე.